რთულია მდგომარეობა და მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმები ცენტრალურ მაგისტრალებზე. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილი ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ზვავს საშიშროების ინტენსიური თოვის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იწება ტექნიკური მარილი, ცენტრალურ მაგისტრალზე, დაწესებულია შეზღუდვა მისამელიან და ნახევრად მისამელიან გზაზე, რიკოთზე უზრუნველყოფილი არის ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი განმავლობის პირობები, ღამის პერიოდში იყო გარკვეული შეფერხება, ჩამოიშალა თოვლი, რამაც გამოიწვია დროებით მოძრაობის შეზღუდვა. მომენტალურად მოხდა აღნიშნული ლოკაციის გაწმენდა და აღდგა მოძრაობა. კობი-გუდაურის მონაკვეთზე დაწესდა შეზღუდვა ყველა სახის ავტოტრანსპორტზე, ვინაიდან მაღალი არის რისკი ზვავს საშიშროების, შესაბამისად გაველოდებით გარემოს ეროვნული სააგენტო სპეციალისტების რეკომენდაციას და მომდევნო შემდგომ უზრუნველყოფს გაწმენდითი სამუშაოების წარმოებას და მოძრაობის აღდგენა. გურიის რეგიონში არის გარკვეული რთული ვითარება, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ოზურგეთის ნატარნაბიურეთის მიმართულებით სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არის უზრუნველყოფილი. საჯავახო ჩოხატაურის მიმართულებაზე არის უზრუნველყოფილი მაღალი განმავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. რჩება ორი მიმართულება, სადაც ოზურგეთის მეშვიდე ლექსას და შუხუთი-ათანათის მიმართულებით, სადაც ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილი არის, გარკვეულ სოფელთან მიუწვეული გზა შესაძლებელი არის და გადაადგილდება უკვე ხალხი. გარკვეულ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ვფიქრობ, რომ დღის ბოლომდე აქაც უზრუნველყოფთ ავტოტრანსპორტის განლაგებას.